დილა მშვიდობის ჩემო კარგებო როგორ ახლა ეს მოვაწვი ამით არ მაგდება იცით მოკლედ ეხლა მე არაფერს არ ვაკეთებ ისიც ესენი უცებ ამერეცხენ აკოფილი იზეს დასარეცხნად ესე ჩავყრი რომ მე აი ამას გამოვიყენე ესეთი ხალხი ძალიან ცუდი ხმა აქვს ამ წყალს და მაგიტომაც არის რომ მანამდე არ მოვედი რეც ბავშვები არ გავუშვი ხეს ბაღში წვანან ჯერ კიდე ხოდა ამის თავს ვეცეთ და რამე მოწევო ეს იმის თავი ახ ეს არისია ეს იქეთ არ მომიკიდია ჯერ არაფერზე ხელი რაღაც იყო მშრალები ჩამოხსენი იქ ερμიდევს ხოდა რახან გეკას შევპიტი დედიკო რო ადგები ხილებს გადიკეთებ მეთქი მაგიტომაც არის რომ უცებ ეს დავიწყე რაღაცები გადავიღებ გუშინაც და იმასაც თუ არ გამომივა ეს არ მინდა დიდი ვიდეო მე მივუერთებ გავაცილე მარტო სკოლაში მე არ ვიცი რა დამემართა მე მგონი ყელის ტკივილები მაქვს გოდე მეუბნება დედიკო თუ ბავშვი ახველებსო სკოლაშიო თან თუ ბავშვი ახველებსო უთხარი დედიკო მაშინ თავი შორს დაიჭირეს ჩემი კლასელი მახსენდება სკოლაში რო ვიყავით მე უკვე დიდი გოგოები რო ვიყავით უკვე მე-11-ში ანუ ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ მე და იმ გოგოს მაგრამ მანამდე გეუბნებით აი როგორი იყო თუ დაახველებდი ან რაღაცა ვაიმე ჩემგან შორსო იწოდა ჩემგან შორს დადექიო დაიქცეო და უცებ ხოდა მე ზეგუთხარი ეხა გოდეს დედიკო ესე გააკეთებ ხო აბა რამე თქვა არ ვიცი ანუ ეგრეთ თქვა არ ვიცია შორს დადექი მე ესე უთხარი ხელა ხალხო თითქოს და მაინც ზაფხულია ჩვენთან ეს კი მოკლე მკლავიანი ჩავაცვი და გავუშვი კი ხა მოვაცვი მაგრამ
ხალხს მიორს უცებ გავამზადებ ტაფაზე გაკეთებული მექნება ეხლა რა მინდა ქვაბი ახალი ქვაბი არ მინდა კარტოფილისთვის რო დავსვარო ის მინდა ალუმინის ამის ფასახური ეგერ მივდეს ოქროს დავახარის სხვა რაღაცას და თავის გადაიქნიდეს 이제 아직에가 천판자라 자 ქვაბები აქ შევალაგე აი ამ ორკაში ერთმანეთზე ჩავდგი და ისე ჩავდიე დილის რამდენი ხანია არ მოისურვა ჩემი აი ერთ-ერთი სულ რაღაცის მზადების სულ რაღაცები ხომ მოდიოდი და ძალიან არ ვიცი ყოველთვის რაღაცა მიშლის ხელს ყოველთვის აი ხო გამიტყდა და გუშინ ამაზე მტირო და ბაღში მთელი დღე რა გეგა რამდენ ხანს სანამ ახალს არ შევპირდი მაგრამ ჯერჯერობით ეხლა რა ჩავს იმას გამოიყენებს და მე იმას ვიზამ ხო ამას არ გავასუფთავებ ის ადრეს ეწამს რომ იმას ცუდი ხმა ტელეფონში ნაკლით მე რომ დაცივდება მე და წყალს ვერ დავდე ცოტა მაქვს ის მჭირდება ამდენია ცოტა გაცივდება და მე და აი ესე ვიძახი ხალხო აი ესე სულ და არ ვიცი რა
ძალიან მაღალია ჩემთვის. დაჭრილი მქონდა აი ეს და ეს ნახევარიც მაცივარში მედი გასუფთავებული ეს ერთი მოვამზადე ხა დღეს მოკლედ ძირფასებო რისიც გამინდოდა იცი მე ერთი ამის უნდა ვკითხა იმ კონვერტებში ხო იცი 12 კონვერტი რომ უნდა გააკეთო სრულების კონვერტი რო გინდა რა აგისრულდეს ამენ ხო გამაკეთებინა მე ხო და ეს გარდერობიც მეწერა, რა თქმა უნდა უფრო ძვირიანი მეწერა, მაგრამ მაგას არ აქვს მე მგონი მნიშვნელობა. თავარია რომ შეიძენ. მე მგონი ის კონვერტი უნდა გავანთავისუფლო. რომელიც სურვილიც მისრულდება. თერთმეტი მქონდა დარჩენილი, ანუ სურვილები მე არ ჩავანაცვლე. მე მგონი ორი კონვერტი უნდა გავანთავისუფლო, ერთი კი არ. კიდე. ერთი დამწყობს, ეს ორი არ უნდა. აქ მქონდეს საჭმელზე დღეს გამომადგება კიდე ამის რო გავაკეთე. ეხლა კაფეს დავადგომე. ეხლა მე დამრჩა ბოლო ლიმონი, მეტი არ აქვს. დღეს გავაკეთებ. კიდე 59 და რაღაცა ვიყავი მაინც. ხო გითხარით გუშინ კი გუშინ წინ კოქტეილი, გუშინ ჩვეულებრივი დღე მქონდა და თითქმის მე მგონი კიდე რამ შევჭამე. ხამე იმდენად მომშვიდა, რომ ვიდეოში ნახავდით ისედაც ან ნახავთ. ხაჭაპურები გამოაცხელონ ყაფაზე და ზეთში. ჩიბულეკებს თუ რა ქვია არ მახსოვს მოკლედ. რო აცხობენ, ნახავთ რა ფორმისაც არის. ხო და მაშინ ვიკეთებ, მაწონი მაქვს ბლომად. მაწონი და თაფლი. მაქვს ყავაც არაფერი არის მოვიდან ლიმონი არ მაქვს.
ლიმონი არ მაქვს, იმიტომ რომ ლიმონი თუ გინდა უნდა გახვიდე ქალაქში. ხო და მე როგორ გავარ ქალაქში? როცა ეს ორივე ბავშვი შევიტოვეს სახლში. ხის მაინც არ მინდა. ხვალაც ჩვეულებრივი დღე მაქვს და გადაბმით არ გავაკეთებ, მაგრამ მაინც გავაკეთებ. გავაგრძელებ. ეს მაწვანი ეხა ამაში სიცხეს ხამერთი წოთი არა მაწვან ტკივა ყელი წოხა როგორ მიყარი და აროთ ეს ასე ხელი წყალი არ დამილევია. კიდევ ვიღაცამ დამიწერა არაფრით ჰეთრელი. არ დალიო და ერთი იმ გოგოს უნდა მივწერო. რატომ მიწერი? არ დალიოს. ანუ ნახეთ, მე თქვი, ვერ ვიყიდი თქო. იმ რაღაცებს ხალხო თორე ყიდულობ თქო არ მითქია. ვერ ვიყიდი თქო. იმაზე რაღაც 300 ლარი როხებს და ყოველთვე უნდა იყიდო. კი გახსნებს, მაგრამ მაგის გარეშე მე თუ ჯანსაღად არ იკვებე, მე ადვილად იმატებო. ხო და მე კიდე კი მიწეთ, ვაიმე ჯანსაღად იკვებე მაშინო და ვერ ვიკვებე, ვიხალხნო, ვერ მოვამზადებ ცალკე ჩემთვის საჭმელს და ცალკე ბავშვებისთვის. ხო და რასაც ვაკეთებ, იქედან შევეცდები, რომ ვისწავლო. ჭკუა და ცოტა მივიქო. ეგ მე მაქვს აკვიატებაში, თორე მართალი ხართ. შეიძლება არც არაფერი არ მჭირს, რომ დავიკლო მაგისი დასაკვები. მაგრამ მე მაქვს აკვიატებად, რომ მინდა ის შემიწონო. ადამიანი რომ ჩაიხლებს, ხო იცით მერე. გააჩნია ადამიანსაც. ჩავიხვია მეგოდეს დროს და მართლა დავიკელი. არ ვიცი, ჩემი ის ფოტოები თუ გაქვთ გოდესთან პატარა რო არის, გეგასთან პატარა რომ ყავს, ხელში რომ იჭირავს, როგორი გამხდარი ვარ. მაგრამ ორივე იმშობი არის ბიჭები. გოგოს მერე დამეწყო, აი ეს გოგოს მერე, იმიტომ რომ ოპერაცია გამიკეთდა. მანამდე არ მქონდა არანაირი პრობლემა, არც ჩამოწელილი, არც მიწელილი და არც მოწელილი. მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია ესეთი იყო, თუმცა გეგაზე იმდენი პრობლემები მქონდა თავიდან. მაგიტომ მიშინოდა და მაგიტომ გადავწყვიტე ოპერაცია. თუმცა ბავშვი მაინც ჯდომით იყო და მაინც ოპერაცია ჭირდებოდა, ეგეც იყო სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ თავიდანვე მე უკვე ფეხმძიმე დრო ვიყავი, იქედანვე გქონდა ჩვენ გადაწყვეტილი, რომ
მე ოპერაციას გავიკეთებ. აი ესე იმითებზე ყავს ვეძებ, მაგრამ ვერ ვიქ. ცეკვა ჰქონდათ ორივეს ჩემ ბავშვებს. ეგამ ბოლოსკენ მიმტყუნა ადას უნახა ტელეფონი ხელში და თვითონ მოუნდა და არაფრით მერე არ იცეკვა. ასე რომ როგორც გოდემი კეთებდა და ძალით დამყავდა და ბევრჯერ მითქვია ეს ამას არ მალა, მაგრამ გოდესთან ძალიან კარგი შედეგი მაქვს სხვათა შორის. მასწავლებელი აჩვენებს თუ არა ახალ იღებს რამეს ძალიან ადვილად იღებს, ითვისებს. ასე რომ გოდესთან შედეგი გამოვიდა. როგორ იყო როიტყვიან დღეს ყველაფერზე ფსიქოლოგები. არ უნდა დავაძალოთ ბავშვს. რაც არ უნდა. ხალხო, მაშინ სწავლაც არ უნდა ასე ბავშვს. მე არ ვიცნობ ბავშვს, რომელსაც საერთოდ შანთასთან მისვლა უნდა, არ მინახია. ეხლა ამ პერიოდში არ მინახია. რო პირდაპირ ჩანთასთან მივგოდეს, როგორც ჩემს დროს ხდებოდა, ეს სკოლიდან მოვიდოდი თორა პირდაპირ ჩანთასთან მივგოდი. იმიტომ რომ შიშიც იყო მშობლების, რა თქმა უნდა, იმიტომ იყო შიში, რომ უნდათ გვესწავლა და მეშინობდა მე მაგალითად მამაჩემის, იმიტომ რომ მოვიდოდა დრო, გინდა საღამო, გინდა არ იყო სახლში და რომ მოვიდოდა, დგებოდა დრო, რომ აი აბა რა გაქვთ გაკვეთილა, წინა გაკვეთილიც იცოდა თუ რა გქონდა და მომდევნო აბა და არ ჩაგებარებინა, კაი დედის შვილი ყოფილიყავი. და ეგ ეხა რა ცუდი იყო, ჩვენს დროს მშობლებს რა ჩვენ არ ვუყვარდით, რატომაც არ მცხვენო და ეხა გერ გეტყვით, რამაც დავსამალი. გოდეს გუშინ დილით მოვაყოლე ლექსი. სკოლაში სანამ წავიდოდა, სამივე შვილები მომიკვდა. ყოველთვის პატარა ხო არ არის, რომ გადავიღო ვიდეო და Facebook-ზე დავდო, რომ არ იქნება მასწავლებელმა მოკრას თვალი, რომ იცის ლექსი. გუშინ მეუბნება ნიტა, რომ მარტო გოდემ და კიდევ ერთმა ბავშვმა არ იცოდნენ ლექსიო და აი ამას რო გაიგებ, როგორ უნდა იყო მშობელი, რომ გონია რომ ასწავლე ბავშვი გადის სკოლაში. ცხოველია, იმიტომ რომ მე ვცდილობ, აი ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვცდილობ, რომ ბავშვი მოუმზადებელი არ გაუშვას სკოლაში. ხო და რა მივიღე? ლექსი დაავიწყდა. გოდეცის. დავინთავდა ქონდარი. საკედელი მაქვს, თორემ მე ქონდარის გარეშე არ ვარ. აზე არ ვაძვიფასებო, რამე ჩანს თუ არა. აი აქ ამისთვის უნდა ვიყიდო, რამე მუქი ფარდა. რამდენი წელია დავიძახე, მაგრამ აუცილებლად ვიყიდი. სახელმწიფოდმა მუქი ფარდა და სქელი უნდა ვიყიდო.
თურქეთში კაპიკები ღირს ხალხო 8 ლარი 6 ლარიდან იწყება ის ფარდები რაც აქ 20 ლარი და მეტი ღირს წარმოიდგინეთ ხო ვიყავი თავარია ის მზად მექნება ცომი მზად მაქვს წუხელ ხაჭაპურები რო გამოვაცხე უსაფროა რო ცომით გამოვაცხე ხოდა ამიტომ ცომი მზად მაქვს მარტო ეს და თუ რამე და ფქვილი გამოვიტანე კიდე აგერე ხა ერთი თასითაც და კონტეინერით აქ სადმე ადგილი უნდა მოუნახო ხოდა იმას მოვზელ კიდე ესე და გაბრაზებული ვიყავი გუში მთელი დღე როგორ ბავშვმა ლექსი მე მომიყვა და სკოლაში რას ჭირს ისეთი რომ აი ვერ ყვება რატო ვერ ყვება მე პირიქით ყოველ დღე გაკვეთილები რო არ მომეყოლა და ყოველ დღე დღიური რო არ მიმეცა ზოგჯერ მქონდა დღიური, მაგრამ ზოგჯერ არ მქონდა და რვეულში ვაკეთებდი დღიურს ხაზავდი, გაკვეთილებს ჩავწერდი, დღეებს, რიცხვებს, თვეს მოვნიშნავდი და მასწავლებელს მიუტანდი, როგორც დღიურში იყო დახაზული, აი ისე ვაკეთებდი. ამდენი კომიკეთებდა. და ისე მომქონდა ნიშნები. ყოველ დღე მამაჩემი შემპირდა რამდენ ხუთიანს მოიტან, ჩემ დროს 5 იყო ფრიადი. რამდენ ხუთიანს მოიტან, იმდენ 5 ლარიანს მოგცემო არ მაძლევდა ფულს, მაგრამ მეგონა რომ მიგროვდებოდა და სულ მომქონდა. კი ახლა იტყვით ფულის გამო აკეთებდიო, მაგრამ აკეთებდი და თავარია ხომ ხო და მოკლედ რას გეუბნებოდით. ხო, რამის რო ვერ გავიგებდი, რო არ გამეგო, მანამ არ მოვეშვებოდი მასწავლებელს, მაგრამ ჩვენს დროს მასწავლებლები აი როგორ გითხრათ, ძალიან მომთხოვნები იყვნენ, გინდა არ გინდა უნდა გესწავლო. ნებისმიერ ბავშვთან ასე იყვნენ. ყველასთან 10 ვიყავით კლასში ჩვენ. 10-ვე ბავშვი გამოგვამწყდიეს ერთხელ. მახსოვს მე, ერთხელ მეც დამამწყდიეს. იყო ერთხელ რომ დამამწყდიეს, მაგრამ მომხდარა ეს ჩემ ცხოვრებაში. სკოლაში სანამ ვეფხისტყაოსანის რომელიღაც ლექსი გქონდა არ მახსოვს და 21 კუბლეთი იყო. დედა ხა შიშით რო ისწავლე. არ მახსოვს, ხო, ეხა არ მახსოვს, მაგრამ იმ დროს ხო ვსწავლობდი. რო ვსწავლობდი, მაგიტო იყო, რომ იქ 5 კლასის ჩათვლით ვიყავი ფრიადოსნებში. მე არ ყოფილვარ, მაგრამ 5 კლასის ჩათვლით ხო ვიყავი და დასაწყისში კიდე ძალიან კარგად ვსწავლობდი. კითხვაში, ლამაზად წერა კალიგრაფიაში, მათემატიკაში, გამრავლების ტაბულა გინდა, განტოლება გინდათ თუ რა გინდა, თავიდან მე-4 მე-5-მდე რაც არის. ეხლა რომ მაგალითები არის მათემატიკაში პროსტა, ანუ ამოცანებზე, კითხვებს რო გისვამე. მე არ ვიცი. ბევრი რამ არ ვიცი. ბევრ რამეს ვერ ვაკეთებ. უბრალოდ იმ კითხვას კი არ ვუსმენ ხოლმე, რო ვერ ვაკეთებ. მივალ და ვანგარიშობ, რა გავაკეთო აბა, რაც არ ვიცი ვერ ვაკეთებ. კიდე ახლახანს კითხვის ნიშანი და ძახლის ნიშანი მოიტანა რვეულში და ერთი შეხვედრა რო იქნება, უნდა უთხრა მასწავლებელს, მე არ მესმის ამ კითხვის ნიშნის და ძახლის ნიშნის დავალების ქვეშ რო უწერენ. ხო და მინდა რომ დამიწერონ თუ რა პრობლემა არის იმ დავალებაში, რომ მეც გავიგო, ბავშვმაც გაიგოს, იმიტომ რომ დედიკო არ ვიციო, არაფერი გადახაზული რო არ არის ისე, ეს რას ნიშნავს? ან ეს არ მქონდაო აქ დასაწერიო, ალბათ, ან რა ვიცი, არ იცის. მეც არ ვიცი, შეიძლება მოსამზადებლის რვეული შეეშალა და სკოლის რვეულში ჩაწერა, მე ამას ვფიქრობ, მაგრამ დამიწერე, ხო?
გასაგებად. Ჩემი მასწავლებლები ესე იყვნენ. რამეს რო ვერ ვიგებდით, წერდნენ რვეულში, რომ მე მშობელი კითხულობდა და მშობელი გიხსნიდა. შენ მოგიგდე ზედიკო, გიკეთე დედა, მე ხო შეკვიდი, კარტოფილი მოიხაშება და მალე მექნება. მოკლედ ეს სადრო ჩემს დროს იყვნენ, სადრო ჩემს დროს იყო. სკოლაში. ტელეფონი აეკრძალათ გეგას, ადას. გეგას ხო საერთოდ, იმიტომ რომ ცეკვაზე ისეთი დღე მატარა გუშინ ბოლოსკენ იყო, მაგრამ მაინც. ეხა ნახეთ რა სიტუაცია. ხო მანამდე პატარები იყვნენ ჯერ, მაგრამ ეხა გოდეს-თან იყო გუშინ გეგა და იმდენად უნდა მოინდომოს გეგამ, რომ იქ რასაც უკვე გოდეც სხვა ცეკვებს ხო ცეკვებს. აი როგორმე რომ ისიც უნდა აითვისოს. უნდა წამოიწყოს როგორმე. მე მინდა რომ გოდეს-თან იყოს, იმიტომ რომ მე ცალ-ცალკე შეიძლება არსად არ მოუწიოს წასვლა, იმიტომ რომ ზოგჯერ იყო რომ მარტო დიდები მიყავდა, გოდე და ისინი არ მიყავდა, ანუ პატარები რო იყო. ხო და ცალ-ცალკე თუ არ მომიწევს და ესენი ერთად იქნებიან, ნაკლები ხარჯიც მექნება. ესე ვთქვათ. მაგრამ რომ რამე არ ვაპირებ მაინც, რომ აი მარტო გოდე გაუშვა და გეგა გამოთიშო, მაინც რაღაცას გავაკეთებ და ესე განსხვავებულად არც ერთი შვილი არ მეყოლება, იმიტომ რომ ეხა ვამბობდი მე მაქვს ცეკვის ნიჭი, მე სხვა ცეკვებშიც გულისხმობ ამას. ანუ არ ვარ ისე რომ ვერ გავაკეთო რაღაცა, როცა სწავლებაზე მიდგება საქმე, მაგრამ სანმორცხვი ვიყავი, აი ძალიან. და დედიკომ ეს მითხრა ეხა მიზეზად მე სადმე რატომ არ შემიყვანე თქვა, აი ბავშვი რო ვიყო, ცეკვა ძალიან მინდო და სულ უყურებდი ხოლმე და მახსოვს ჩემი კლასელიც უყურებდა ცეკვას და მასწავლებელს ის რა ქვია შეეცოდა იყო თუ რა იყო არ ვიცი და შენ გეტყობაო რომ გინდაო ცეკვაო და ცეკვის მასწავლებელმა უფასოდ შეიყვანა ცეკვას. ვითომ მეც იმას ფიქრობდი თუ რა იყო არ ვიცი, ვუყურებდი, სულ უყურებდი. თუ იყო ისეთი დრო, რომ მაგალითად შეიძლებოდა ყურება და გეყურებია ცეკვაზე, თუ ისეთ ადგილზე ამზადებდნენ. ზოგჯერ ხდებოდა, რომ ზემოთ იყო მზადება ცეკვისთვის. ჩვენს ოთახთან ახლოს და იქება. ზოგჯერ არ იყო ესე, ზოგჯერ კლუბი გქონდა ჩვენი. კინოთეატრი იყო ძველად, მარტო ჩვენთან იყო ეს და ან ჯვარში, ან და საჩინოში ჩვენთან იყო კინოთეატრი მაშინ. სხვა სოფლებში არ იყო. ან ჯვარი, ან საჩინო, ან წალენჯიხა ქალაქში. ხო და აი ეს დღემდე იყო რა, ეხა ხო დაანგრიეს ის შენობა და ეხა აღარაფერი არ შემორჩა, სხვა აშენეს, მაგრამ ძალიან კარგი კლუბი იყო. თავისი იმებით, სკამებით, თავისი ფარდით, თავისი მაღალი სცენით. ჩვეულებრივად ესე მწყრივში, როგორც თეატრებში რომ შედიხარ და ხო არის ესე მწყრივში, ეხა კონცერტები რო იყო. ხო, ჩართე ტელევიზორი. აი ესეთი იყო ჩვენთანაც. მახსოვს მამაჩემს კინგ-კონგს ეძახდნენ. კინგ-კონგის ფილმი გადიოდა თურმე და ისეთი ხმაური იყო თურმე, რომ ახდა იქ სცენაზე და ფარდა ჩამოხიაო თუ რაღაც გააკეთა რა მოკლედ და სმენა რო უნდოდა მაგიტო რომ მოესმინათ ამ ხალხსაც. შეერქვა კინგ-კონგი და დღესაც კი კინგ-კონგს ეძახიან მამაჩემს. ეს მზად არის
იქ იყოს კარტოფილი რომ მოიხარშება, მე დანარჩენს მე გავაგრძელებ. წავედი ძირფასებად ხა ისე ცოტა დამჭა. დამემია მას ბოლომდე და წავედი ხა დაგემშვიდობებით არ მინდა ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდეს. ხოდა დღეს მეცადინეობა აქვს გოდეს ინგლისურში მარტო დადის მე არც ვიცი რომელი არის ბინა. ერთხელ აქ გვერდზე მოკლედ მეორე არა და მესამე სადარბაზოში კლასელი ცხოვრობს გოდესი გოგო და იმას გავაყოლე ერთხელ. მეორე და საქმეს შევყევი და დამაგვიანდა. მე და 3 საათზე გავუში, როცა მასწავლებელმა მომწერა თათია გოდე რატო არ მოვიდაო და რაიმე ისეთი მივაკილე პოლის ჯოხი მეჭირა იატაკის ჯოხი. ეს გავაგდე, დედიკო შენ რატო არ გაგახსენდა თქო, უცე სახლის ტანსაცმელი რაც ეცვა მაგით გავაქარე მასწავლებელთან 3 საათზე წავიდა. ეხა პუდელნიკი დავაყენე სამშაბათი ხუთშაბათი პარასკევი დღე აქვს ინგლისური და პუდელნიკი დავაყენე. აღვიძალა რომ 3:20 წუთზე სტარტზე რო ვიყო რომ გავუშვა მე დროულად. ხოდა ესე მე კი ვეძახი ხოლმე იკეთ ერთად გასვლაზე ადამიანებს, მაგრამ აქეთ გოდეს არა იმდენად რა საერთოდ მხოლოდ ნიდა ასე რომ ეცალის ეგ არის ხალხი, ეცალის ეგ არის არაუშავს. ცხოვრება არის ისეთი რამე, ჯერ ძირს რო იყო ისე აგაგდებს, ისე აგაფრენს, ისეთ სიურპრიზებს მოგიწყობს და ჯერ იქ რო იყო ისე დაგაგდებს, სამტკივნეული არის მერე წამოდა. ასე რომ ცხოვრებაში არაფერს არ გავაკეთებთ იმაზე კარგს ჩვენთვის, რომ გვიყვარდეს ხვებიც და პატივიც ეცხვებს. წავედი ძროებით და გემშვიდობებით ეხლა. ხული მართლა ბევრი ვიდეო გამომივა, დიდი ვიდეო, მომავალ ვიდეო.